მთელი დღეა უკრაინა რუსეთის ტერიტორიებს ბომბავს. საჰაერო ძალებმა ქალაქ ვორონეჟში რაკეტებისთვის ელექტრონიკის მწარმოებელი ობიექტი ზუსტი დამიზნებით გაანადგურეს. ქარხანა რუსული ისკანდერებისთვის კომპონენტებს და სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციას აწარმოებდა. ქართველი მოსწავლეები ბელარუსში დიდი სამამულო ომის დაწყების 95 წლის თავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობენ. რუსული პროპაგანდისტული სპუტნიკი წერს, რომ მოზარდები ბრესტის ციხესიმაგრის კედლებთან მეხსიერების მატარებლის პროექტის გახსნას დაესწრნენ და ბელარუსის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს ესაუბრნენ. ნესტლემ სანქცირებული TV-იმედის ეთერში რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო. ბრიტანული გამოცემა City AM წერს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ იმედთან კომერციული ურთიერთობა მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც ტელევიზია დიდმა ბრიტანეთმა კრემლის რუპორად გამოაცხადა და სანქციები დაუწესა. ნესტლე იცავს ყველა მოქმედ კანონს და საერთაშორისო სანქციას. ეს მოიცავს ჩვენს საქმიანობას საქართველოშიც, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. პოლონეთში 23 წლის ქართველი ბიჭი ტბაში დაიხრჩო. ჯავათ ავართკილაძე ბათუმიდან იყო. ახალგაზრდა კაცი პოლონეთის ქალაქ ზარიში სამუშაოდ იმყოფებოდა.